Ყველას მოგესალმებით, ეს არის MMA News-ი, რომელიც მიმყავს მე აირონ ლაშას და დღეს მინდა განვიხილოთ ძალიან საინტერესო პოტენციალური ბრძოლა ილია ტოპურია versus ისლამ მახაჩევი. ეს ბრძოლა შეიძლება მოხდეს, რადგანაც არის ძალიან საინტერესო მაყურებლისთვის, არის საინტერესო UFC-ისთვის, რადგანაც ექნება ბევრი pay-per-view, ექნება ბევრი გაყიდვები, ფინანსურად საინტერესო არის და ეს ბრძოლა არის საინტერესო, რადგანაც ილიას აქვს შანსი რომ გახდეს ჩემპიონი ორი წონით კატეგორიაში. მოდით შევაფასოთ, ობიექტურად შევაფასოთ ეს ბრძოლა როგორ შეიძლება განვითარდეს და რა ვარიანტები გვაქვს ამ ბრძოლის დასრულების. ავიღოთ ილია ტოპურია. ილია ტოპურია არის ჩემპიონი 76 კილოგრამში, ეს არის ნახევრად სუბუთი წონით კატეგორია, არის 28 წლის, სიმაღლე 170 სანტიმეტრი, ხელების გაშლა 175 სანტიმეტრი, არის შავი კამარი ჯიუ-ჯიტსუში, აქვს იდეალური, ძალიან მომწონს კრივის სტრაიკინგის ტექნიკა, არის ძალიან სახიფათო გრეპლინგში და აქვს 100%-იანი დაცვა ტეიქდაუნებისგან. ფლობს მაღალი დონის ტექნიკას რესლინგის. ისლამ მახაჩევი, პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ისლამი არის ნომერ 1 pound of pound მებრძოლი UFC-ში, ყველა წონის კატეგორიაში. არის 33 წლის, 178 სანტიმეტრი სიმაღლე, 180 სანტიმეტრი ხელების გაშლა. არის წარმომადგენელი ჯუდოსი, კომბატ სამბოსი, აქვს მაღალი დონის ფეხების და ხელების ტექნიკა. როდესაც ხდება ორი კარგი მოჭიდავე, რომელსაც აქვს წარმოდგენა ჯიუ-ჯიტსუზე, აქვს წარმოდგენა რესლინგზე, არის დაუწერელი კანონი, რომ ბრძოლა მიმდინარეობს მაგ დროს დგომში. ჩვენ რა გვჭება ორი მაღალი დონის სტრაიკერი, რომლის ბრძოლაც სავარაუდოდ განვითარდება დგომში. ილიას უპირატესობა არის უფრო მეტი ფეთქებადობა, უფრო მაღალი სიჩქარე, უფრო ამტანი არის დარტყმების მხრივ. მახაჩევის მხარეს იქნება გაბარიტები, არის 5 სანტიმეტრი ხელების გაშლა უფრო მეტი, არის უფრო მაღალი და ასევე გავითვალისწინოთ, რომ ტოპურიას წონის ჩაბარებამდე იქნება სავარაუდოდ 75-74 კილო, ალბათ იკლებს 8-დან 10 კილომდე. მახაჩევის წონა მომზადების პროცესში შეიძლება დიოდოს და 90 კილომდე. ეს არის ძალიან დიდი სხვაობა. არის ესეთი კანონი, რომ დიდი ტექნიკური მოკრივე სულ აჯობებს პატარა ტექნიკურ მოკრივეს. ამიტომ გამომდინარე ამ კანონის თავისთავად უპირატესობას მივცემდი გაბარიტებში და ფიზიკაში ისლამს, მაგრამ რჩება მეორე ფაქტორი. გამომდინარე ხელის ტექნიკის, ფეთქებადობის და სტილის, მე უპირატესობას დგომში, რაც ეხება ხელის ტექნიკას, მე მივცემდი ილიას, რადგანაც არის ულამაზესი ტექნიკის მფლობელი, როგორც კრივის მოყვარული ვიტყვი, რომ სანახაობრივი არის მისი ბრძოლები, არის ძალიან ფეთქებადი, ძალიან სწრაფი, იდეალურად მუშაობს კორპუსით და აფინიშებს თავის მოწინააღმდეგებს ულამაზესი დარტყმებით. სიჩქარის და ფეთქებადობის და ნოკაუტის მხრივ ილიას მხარეს იქნება უპირატესობა. გამოდის 1-1. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ აქვს ორივე მებრძოლს მაღალი რესლინგის და გრეპლინგის ტექნიკა, ამიტომ ეს ბრძოლა არ დასრულდება submission-ით, ასევე არ ამგონია, რომ განვითარება კონდეს ხანგრძლივი პარტერში და ვფიქრობ, რომ 5-ვე რაუნდი იქნება დგომში, შეიძლება გადაყვანებით და მცირე დროის მხრივ კონტროლით. ანუ გამოგვივა ჩვენ მატჩი კიკბოქსინგში და კრივში და ამ მხრივ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ისლამს აქვს ძალიან კარგი ტექნიკა ფეხის. ეს შეგიძლიათ აღნიშნოთ, თუ განიხილავთ კიდევ ერთხელ ბრძოლას ვოლკანოვსკისთან, სადაც დაანოკაუტა ხაიკიკით თავში, რომელსაც ამზადებდა სპეციალურად და მე მაქვს მომზადების პროცესი ნანახი. აქვს ძალიან ძლიერი და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დარტყმები მუხლებით ხაბიბის გუნდში. ეს ასევე მე ვიცი გამომდინარე იმის, რომ მქონდა შეხება ხაბიბის გუნდთან და ასევე თვალს ვადევნებდი ისლამის მომზადების პროცესს, ამიტომ ძალიან სახიფათო დარტყმები აქვს. ანუ ჩვენ ხედავთ რა უფრო მაღალი მოწინააღმდეგე, რომელიც უთამს კარგად მუხლს, რასაც აუცილებლად გამოიყენებს ილიასთან. ჩემი აზრით, პროგნოზი რომ მივცე ამ ბრძოლას, მე ვიტყოდი რომ უპირატესობას მე ვაძლევ ილიას, რადგანაც აქვს ნოკაუტის
ნოკაუტით მოგების შანსი არის უფრო ფეთქებადი და აქვს ბევრად უკეთესი და სახიფათო ტრივის ტექნიკა. თან ასევე გავითვალისწინოთ ის მომენტი, რომ ისლამი იყო ნოკაუტში. ეს იყო ერთი მარცხი, რომელიც იყო ისლამის კარიერაში, ეს მოხდა UFC-ში. და გეტყვით ესეთ მომენტს, რომ ნებისმიერი მძიმე გატარებული დარტყმა, მით უმეტეს ნოკაუტი ტოვებს ძალიან ცუდ კვალს ტვინზე და ნაკლებად ამტანი ხდება სპორტსმენი დარტყმების მხრივ. თუ ადამიანი რამოდენიმეჯერ იყო ნოკაუტში, მისი კიდე ნოკაუტში გაშვება არის ბევრად უფრო მარტივი, ვიდრე იყო მანამდე. ეს არის წესი, რომელიც პრაქტიკაზე არის დამტკიცებული. მე მივცემდი 55%-ს ილიას და 45%-ს შანსებს ისლამს. ჩემი აზრით ისლამი ამ ბრძოლას არ მიიღებს, რადგანაც ამ რისკებს თუ თავადაც ანალიზებს. ასევე მინუსებიდან აღნიშნავდი, რომ საკმაოდ დიდი პრობლემები აღმოჩნდა ხაბიბის გუნდში ფუნქციონალის მხრივ. ეს იყო ისლამის ბრძოლა პორიესთან, გვიან რაუნდებში საკმაოდ შენელი და ეს იყო უმარი, რომელმაც ამბობენ, რომ ხელი მოიტეხა, მაგრამ ვიყოთ რეალისტები, ფუნქციონალურად საკმაოდ ცუდად გრძნობდა თავს მე-4 რაუნდი და ეს იყო ასევე უსმანი, რომელმაც ირლანდიელ მებრძოლესთან ასევე ფუნქციონალურად ძალიან ფუნქციონალის გამო ძალიან შეუქმედა სიჩქარე და მისი სკილები გვიან რაუნდებში. ამიტომ მე დიდი სიამოვნებით ვიხილავდი ამ ბრძოლას. ჩემი აზრით ილიას აქვს რეალური შანსი რომ გახდეს ჩემპიონი ორი წონის კატეგორიაში, მაგრამ რეალურად რომ ვისაუბროთ, ეს ბრძოლა არის საინტერესო UFC-ისთვის, მაყურებლისთვის კი, ილიასთვის თავისთავად, მაგრამ არ არის საინტერესო ისლამისთვის. რადგანაც ისლამს თავად აქვს ამბიციები რომ ავიდეს წონის კატეგორიით ზემოთ, ან ასევე საუბრობს რომ ორი წონის კატეგორიით ზემოთ შეუძლია იჩხუბოს და მეორე ამბობს რომ დუპლესის ჩვეულებრივად მოუგებს. არ ვიცი, მე ვფიქრობ რომ რეალურად შეუძლია და ისლამს მე ვერ ხედავ არგუმენტს თუ რატო უნდა მიიღოს ეს ბრძოლა ისლამმა. გარდა თანხის და ამაშიც არ მგონია რომ დიდად დაინტერესებული იყოს. დაველოდოთ ამ ბრძოლას, იმედი გქონდეს რომ ეს ბრძოლა როდესმე მოხდება. ეს იყო MMA News-ი, რომელიც მიყავდა მე აირონ ლაშას, მე გისურვებ ჭანებს და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ პირველებმა გაიგოთ სიახლეები MMA სამყაროდან.